რეზოლუციით დავიწყებთ უბრალოდ ანგარიშით, იმიტომ რომ ეს არის ყოველწლიური ანგარიში, რაც თამარმა აბსოლუტურად მართებულად აღნიშნა და იმ სამი ანგარიშიდან, რომელიც მას შემდეგ რაც საქართველოს კანდიდატი ქვეყანა გახდა, ეს არის განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, კრიტიკული და მკაცრი და ყველაზე უფრო ყოვლისმომცველი, ანუ ფართო ამ ანგარიში შევიდა უკვე ისეთი რაღაცეები, რომელიც წინა ანგარიშებში არ შესულა. დავიწყებ იქიდან რაც მეორდება ყველა ანგარიში, ეს არის ივანიშვილის მოთხოვნა ივანიშვილის და მისი გარემოსთვის სანქცირების. ეხლა ეს ყველაფერი გაფართოვდა და უკვე მხოლოდ ივანიშვილზე, ქართული ოცნების ლიდერებზე აღარ არის საუბარი. აქ საუბარია უკვე ანუ პრორუსულ და რუსული ნარატივების გამავრცელებელ ტელეკომპანიებზე, საუბარია უკვე საქართველოს, ასე ვთქვათ, ანუ კომუნიკაციების კომისიაზე, მათ ხელმძღვანელობაზე, ანუ პირველ არხზე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ რის გამოც იბლოკებოდა სანქციები, ანუ უნგრეთის ხელისუფლება, ორბანის ხელისუფლება, რომელიც ამას აჩერებდა, დღეს ის აღარ არსებობს და შესაბამისად მსგავსი მოწოდებები ევროპული პარლამენტის მხრიდან გაცილებით უფრო მტკივნეულად ახსაქმელია ქართული ოცნების მხრიდან, ვიდრე ეს მანამდე იყო. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც წინა ანგარიში იყო, მაგრამ იმის წინაშე არ იყო, ეს არის პირდაპირი ჩანაწერი, რომ ევროპული პარლამენტი არ აღიარებს ქართული ოცნების ხელისუფლებას ლეგიტიმურ ხელისუფლებად. ანუ ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც უკვე ვერავინ ვერ გაექცევა და შესაბამისად ქართული ოცნების არალეგიტიმურობა, როგორც მმართველისა, აღიარებულია და დატანილია ქაღალდზე, რაც სახელმძღვანელოა სხვა წევრი ქვეყნებისთვის და მათი აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლებებისთვის. შესაბამისად, ხვალ და ზეგ ქართულ ოცნებას თუ სურვილი ექნება, რომ რომელიმე პარლამენტში წავიდეს, აი როგორც ამ შემთხვევაში ლუქსემბურგის პარლამენტში მოხვდნენ როგორღაც, ხო, ეს გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე მანამდე იყო. ის კონკრეტული საკითხები, რომელიც სხვა ანგარიშებში არ აღმოჩენილა და ეს მხოლოდ ამ ანგარიში მოხდა, ეს არის საქართველოში ჩინური და ირანული გავლენების ზრდა, რომელზეც საერთოდ ევროპა აქამდე დიდად არ ამახვილებდა ყურადღებას და რეალურად ეს უკვე ანგარიშებშია. ანგარიში მოხდა ასევე ანაკლიის პორტის საკითხი და ევროპა შეშფოთებულია ჩინეთის მონაწილეობით ანაკლიის პორტში, ასევე ნახსენებია შუა კორიდორი, რის ნაწილიც არის საქართველოს და პირდაპირ არის გაცხადებული, რომ თუ საქართველოს არ იქნება დემოკრატიული სახელმწიფო და არ იქნება სანდო სახელმწიფო, მას გაუჭირდება აი ამ როლის შესრულება, ხო? ეს რა თქმა უნდა განმასხვავებელი ელემენტია აი ამ ანგარიში, სხვა ანგარიშებთან მიმართებაში. ჯამურად აი აქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ რადგან ეს საკონსულტაციო და სარეკომენდაციო ხასიათის არის, რატომ აქვს მნიშვნელობა ასეთ ანგარიშებს, მე გეტყვით ჩემივე გამოცდილებით, რომ საერთოდ ევროპული პოლიტიკა ყალიბდება წვეთად, აღმასრულებელი პოლიტიკა, შესაბამისად რა ვეღარა იფსო ეს ხილია და წვეთ საქართველოსთან ძალიან დიდი თასია. შეიძლება იმ მომენტისთვის რაღაც ნაწილში გახროტილი ქონდა დაუშვათ ორბანს და ბოლომდე ვერ იფსებოდა, მაგრამ ახლა ზუსტად რომ ანუ როდესაც მომენტი დგება, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის მზად არის ევროპული საბჭო, შემდეგ უკვე აი ამ ტიპის რეზოლუციებსა და ანგარიშებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ სწორედ ამაზე დაყრდნობით ხდება მერე უკვე საბჭოში გადაწყვეტილებების მიღება. აქედან გამომდინარე, კი ეს თასი ნელა ივსება, მაგრამ თითოეული ასეთი რეზოლუცია იქნება თუ ანგარიში თავის როლს ასრულებს ამ ყველაფერში და გავლენას საბოლოო ჯამში მაინც ახდენს ევროპულ პოლიტიკაზე. რო არ ახდენდეს ამ გავლენას, ქართული ოცნება ასე არ აჟღურტულდებოდა, ხა რა სიგნალებიც აქითაც გამოუშვეს და ევროპელებთანაც და ამ ხრივ საინტერესოა თქვენი კომენტარი, რატო აკეთებს ამას? მართლაც
იმაზე უფრო მეტი საფრთხეები იგრძნო ან გარდაუვალობა იმისა, რომ სერიოზული პრობლემები კიდევ უფრო მეტად დამძიმდება მას შემდეგ, რაც ორბანის სახით მოკავშირე და დესტრუქტორი დამბლოკავი ამ პროცესების აღარ ყავთ, ასე ვთქვათ, ევროპულ სტრუქტურებში, თუ ამასთან ერთად ეს არის ეს რო არის გავიგეთ, მაგრამ ცდელობა რას უკავშირდება, რომ დრო გაწელონ, მოიგონ გარკვეული პერიოდი, თუ რა შეიძლება იყოს მიზანი და მეორე ნაწილია ევროპელები როგორ ირეაგირებენ ამაზე. კაი, საინტერესო კითხვაა ნამდვილად. მე საფრთხეს რო გრძნობენ ეს ფაქტია, მაგრამ არ ამგონია რომ აი ამ ლუქსემბურგის ვიზიტი პირდაპირ რაღაც საფრთხესთან იყოს კავშირში. მე სხვა ახსნა მაქვს ამ ყველაფრის, მაგრამ ის რომ ივანიშვილს ამის ეშინია და სანქციები პრობლემატურია, ეს ბევრი სხვა ხაზით ჩანს. ეხლა რაც შეეხება ლუქსემბურგის ვიზიტს, ანუ კითხვა ასევე დავსვათ, ანუ რატომ მაინც ლუქსემბურგი, ხო? ანუ რა არის ეს ლუქსემბურგი, ახლა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, თუ როტაციული პრეზიდენტობა აქვს, თუ რამე კონკრეტული როლი აქვს, თუ აი რატომ მაინც, ხო? და ეს მე მაგალითად ვერ ამოვხსენი, იმიტომ რომ ასეთი მსგავსი არ არსებობს. უბრალოდ ჩემი აზრით, დამთხვევაა, რომ ლუქსემბურგის შემთხვევაში საპარლამენტო დელეგაცია, ანუ საპარლამენტო ვიზიტი საკმაოდ მარტივად გასაკეთებელია, თუ ვინმე მიცის ეს გიორგი შენ ფანტასტიკურად იცი, რომ რომელიღაც პარტია შეიძლება იყოს ოპოზიციური ან მემარჯვენე ულტრამემარჯვენე რაღაცა ესეთი დაპატიჟებს რაღაც გარკვეულ დეპუტატთა რაოდენობას და ეს დეპუტატები ჩავლენ იქ და ნუ ყოველ შემთხვევაში გამოვა საპარლამენტო ვიზიტი. ხო, ანუ ეს არ იყო თავმჯდომარეობებს შორის ან და ასე შემდეგ, ხო? ასე რომ საქართველოს ოცნების ამოცანა იყო, რომ რაღაცა ტიპის ვიზიტი სადმე გაეკეთებინათ, გამოვიდათ ლუქსემბურგის პარლამენტში და შესაბამისად იქ მე რაღაცა უნდა ეთქვათ, რისთვის ჩავიდნენ. და თქვენს რომ აი ჩვენ რაღაცა ვთხოვეთ, რომ ურთიერთობების გაუმჯობესებაში დაგვეხმარონ და ჩვენ მზადა ვართ რაღაც ნაბიჯების გადასადგმელად. რაში ჭირდება ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზუსტად იმ დღეს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე აბსოლუტურად განსხვავებულ განმარტებებს თუ განცხადებებს აკეთებს და პირიქით იქით უწევს ევროკავშირს და შეურაცხყოფასაც აყენებს, ხო? აქ არის ალბათ ამ ყველაფრის ამოხსნა დევს იმაში, რომ ქართული ოცნება და ივანიშვილი საერთოდ არ არის დაინტერესებული იმით, რომ რაღაცა უფრო ახლოს მივიდეს საქართველოს ევროკავშირთან ან გააწევრიანდეს. მათი ინტერესი არის უბრალოდ რაღაცა ტიპის პროცესის შექმნა ან პროცესის იმიტაციის, სადაც აი ამ ყველაფერს რო აი რაღაც პარლამენტის წევრები ერთმანეთს ხვდებიან და რაღაც ჯგუფი შეიქმნა, ხო, ამ ყველაფერს ქართული ოცნება გამოიყენებს რაღაცა ლეგიტიმაციისთვის და პროცესისთვის, რომ აი რაღაცა თითქოს ხდება, ლაპარაკი მიმდინარეობს რაღაცაზე და საბოლოო ჯამში აქედან რა თქმა უნდა არაფერი არ გამოვა და იმისთვის რომ თქვას, რომ აი ჩვენ გვაღიარეს, ლეგიტიმური შეხვედრები გვაქვს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რაღაც მომენტში იტყვის, რომ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, გვინდოდა რომ რაღაცა გამოსულიყო, აი ასეთი შეთავაზებაც კი გაუკეთეთ ევროკავშირს, აი ლუქსემბურგის დახმარებით, მაგრამ რა ვიცი, მაინც არასწორად მოგვექცნენ, დაგვსაჯეს, როგორც თავად ამბობენ ხოლმე, ქართველი ხალხი დასაჯეს და რა ვიცი, ჩვენი მხრიდან რაღაცა ვცადეთ. აი, ჩემი აზრით, უფრო ეს ახსნა აქვს აი ამ ლუქსემბურგში ვიზიტს და შემდეგ ქართული ოცნების აი ამ განცხადებებს და არა ის, რომ ეხლა ძალიან შეეშინდათ აი ამ რეზოლუციის და რაღაცა ფორმით გადაწყვიტეს, რომ უკან დაიხიონ. ასევე მე მგონია, რომ ეს მცდელობა ერთის მხრივ პაპუაშვილის და მეორეს მხრივ სამხარაძის არის მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანა. და მთავარი საკითხი სწორედ ის არის, რაც შენ ახსენე, ასე ვთქვათ, აი ამ ბლოკის დასაწყისში, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ მოლდოვამ და უკრაინამ გახსნა მოლაპარაკებები ევროკავშირთან, პირველი კლასტერი გახსნეს და ივლისში დანარჩენ რამოდენიმე კლასტერსაც გახსნიან. ეს ნიშნავს, რომ სულ რამდენიმე წელიწადში, სადღაც 3 წლიან პერსპექტივაში მოლდოვას და უკრაინას გახსნეს. როგორც იყო გაცხადებული, რომ 2030 წლისთვის ზუსტად ამ გამართოვებაში ეს ქვეყნები აღმოჩნდებიან ევროკავშირში. ზუსტად ამ დროს ჩვენ შეიძლება გამხდარიყავით ევროკავშირის წევრები იქნებიან ეს ქვეყნები. საქართველოს დღევანდელი
მდგომარეობით უნდა ყოფილიყო იქ 3 წელი და დღეს რომ ივანიშვილის რეჟიმი არ მართავდეს საქართველოს და ნებისმიერი სხვა ტიპის დემოკრატიული ხელისუფლება ვინც არ უნდა იყოს შიგნით რომ იყოს საქართველოს იქნებოდა აი ამ ფერხულში და საქართველოს რამდენიმე წელიწადში გახდებოდა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი რაც არის უზარმაზარი სიკეთე რომელსაც ეხლა ვკარგავთ და ვკარგავთ იმიტომ რომ ერთი გიჟი თუ ნახევრად გიჟი თუ რო შეშლილი ადამიანი ფიქრობს რომ მისი ძალაუფლების და ფულის შენარჩუნებას აი ასე ჭირდება როგორც ეხლა იქცევა ქართული ოცნება და მისი რეჟიმი. ამიტომ საქართველოს მოსახლეობაც ამაზე უნდა დაფიქრდეს. იმაზე კი არ უნდა წავიდეს ჩვენი ტვინი და ენერგია რომ აი რაღაცაზე რაზე კამათობენ ან რაღაცა იგივე ის ოპოზიციური სპექტრის, არასამთავრობო სპექტრის ვინც არის დარჩენილი და თითოეული მოქალაქე ელემენტარულად უნდა ფიქრობდეს რომ მომავალი რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზეა და მართლა უზარმაზარი სიკეთეები მოვიდოდა ამ ქვეყანაში ერთი კაცი გვართმევს იმიტომ რომ მას ასე სურს ხო და შესაბამისად ეს ფანჯარა რომელიც ეხლა ღია და ყველა ხედავთ რომ ანუ აქამდე ხო იყო ეს პროპაგანდა რომ არავინ არავის არ მიიღებს ეს ტყუილია რა სისულელე რა გაფართოება აგერ არის ბატონო ეს ყველაფერი მიმდინარეობს შენ გამორთული ხარ ამ პროცესიდან და გაწევრიანებაზე კი აღარ არის ლაპარაკი ერთადერთი მთავარი მიღწევა რაც ქონდა უიზო მიმოსვლა შეიძლება ისიც დაკარგო და სხვადასხვა კარგი ამ რეზოლუციაში ის არის რომ ლაპარაკობს რომ თუ კი ეს მოხდება იმ ადამიანებს მაინც დარჩეთ უიზოდ გადაასვლელების საშუალება სტუდენტები იქნებიან ჟურნალისტები თუ რაღაცა ბლანკეტურად არ არის მიდგომები აქ საუბარია სანქცირებაზეც უფრო პერსონალურ და ჯგუფების მიხედვით ისევე როგორც მაქსიმუმი გაკეთეს იმისთვის რომ ქართული ხალხის ეს მონოპოლარი შენარჩუნებული იქნას ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხო ამიტომ ეს ფანჯარა იხურება დრო ძალიან ცოტა რჩება და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მობილიზება ყველასი მოხდეს იმ მიმართულებით რომ საქართველოში მოახერხოთ რეჟიმის ცვლილება იმიტომ რომ ამ მის საშუალებით რომელიც უკვე წერია რომ არალეგიტიმურია აი როგორ წარმოგიდგენიათ რომ არალეგიტიმური რეჟიმის პირობებში ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში ეს არავის აღარ წარმოუდგენია მაგრამ როგორ უნდა მობილიზდეთ რომ ეს შეიცვალოს აი აქ კი ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა და